ну სევდიანი ამბავია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რომ რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, რომ ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი ადამიანი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს არის პუტინის პირადი ტყვე, პირადი პატიმარი, პირადი მძევალი და ამ მეხუთე კოლონის, პუტინის მონების მეხუთე და რუსეთის მეხუთე კოლონის მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა, პუტინის ბრძანებით, პრეზიდენტ სააკაშვილის ბედი და მართლა ბედის ირონიაა, რომ საუბარი არის იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაფლანგა რაღაცა რაოდენობის თანხა, რაზეც თქვენც ისაუბრეთ, 8,392,827 და პლუს მან უნდა გადაიხადოს დამატებით 631,540 ლარი. ანუ რომ ჰილარი კლინტონს რო უმასპინძლა, რომ უკრაინის პრეზიდენტს უმასპინძლა და ასე შემდეგ და ასეთ ხარჯებს წევდა სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტი ესწრებოდა იგივე ლეხ კაშინსკის გასვენებას, სადაც ვერავინ ვერ ჩავიდა, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა და ეს დღემდე ახსოვს პოლონელებს, ვისაც არ უნდა შეხვდეთ, დიდი პატივისცემით იხსენებენ ამას, რომ ეს იყო პატივის მიგება არა მარტო იმ ადამიანის მიმართ, არამედ მთელი პოლონელი ერის მიმართ პატივისცემის და თანადგომის და სოლიდარობის გამოხატვა და პრეზიდენტ სააკაშვილი რომ მთელ მსოფლიოში დადიოდა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს ძირძველი რეგიონების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავდა და აი ამ საქმიანობით იყო დაკავებული, რკინის ქალამნები ჰქონდა ჩაცმული და დადიოდა და ეხვეწებოდა თუ თხოვდა თუ არწმუნებდა სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებს. აი ეს ყოფილა ამ მოღალატეთა ბანდისთვის, ამ კრიმინალებისთვის, ამ მართლა ნაძირლებისთვის ფულის გაფლანგვა. მანამდე გავიხსენოთ საუბრობდნენ რომ, რა ვიცი, მილიარდები მოიპარაო სააკაშვილმაო და ეძებეს ანგარიშები, რავი, ქონებები, ყველაფერი წარმოიდგინეთ, უკვე მე-14 წელიწადია. და რამე რო ყოფილიყო ერთი მისხალი, ხო, იტყოდნენ, ხო, აი ყველაფერს აბუქებენ და არარსებულს იგონებენ, ხო, მაგრამ აი ვერ მოიგონეს, იმიტომ რომ თუ რომ მოეგონებიათ, ხო და რაღაცა ეჩვენებიათ საზოგადოებისთვის და აგერ არის ეს ყვარლის მამული, რომელშიც მარტო ეს მათიკაშვილის მამა კი არა, რომელიც საცოდავი ადამიანია, ხა რა უნდა ილაპარაკო ამაზე, ხო, როცა გადმოტრიალდა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას შეიცვალა დამოკიდებულება მეგობარიო, მეზობელიო, ახლობელიო, რა ვიცი, ღმერთმა დაალოცოსო ლაპარაკობდნენ და ეხლა რა დამოკიდებულება აქვს მას და მიშვილს, ვიცით, ხო? ну ეს უბრალოდ გულსატკენია რომ ქართველი კაცის ასეთ დეგრადაციას უყურებ, მაგრამ მის გარდა ჩვენ გვახსოვს იქ ჯონ მაკეინი, როგორ იდგა ამერიკის გმირი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი სენატორი, სხვადასხვა ლენსი გრემთან ერთად რო ჩამოდიოდა საქართველოში, მიშას მიყავდა თავის მამულში განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად და იქ საწნახელში იდგა და ქართულ ღვინოს წურავდა და ქართული ღვინის, ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციით იყო დაკავებული ასე მისდაუნებურად შეიძლება, თუმცა სულელი კაცი არ იყო და კარგად ამას შეგნებულად დიდი სიამოვნებით აკეთებდა, იცოდა რომ კი ამით ეხმარებოდა საქართველოს, არა მარტო იმაზე ესაუბრებოდა პრეზიდენტ რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვა ჭირდება და საქართველოს ჯარის განვითარება ჭირდება და ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ უამრავი სხვა რამ, იგივე არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით სენატში კიდევ უფრო მეტი სიმტკიცის შეტანა იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკა და სწორედ ევროკავშირი იყვნენ და არიან დღესაც წამყვანები თელ მსოფლიოში ამ არაღიარების პოლიტიკის საწარმოებლად. და ესეთი ადამიანები ჩამოდიოდნენ და აი ეს ყოფილა თურმე გაფლანგვა. რა თქმა უნდა, გაფლანგვა და მავნებლობა არის ეს
პუტინისთვის, იმიტომ რომ რაც კარგია ქართული სახელმწიფოსთვის, რაც კარგია საქართველოსთვის, ბუნებრივია მიუღებელია პუტინისთვის და სწორედ ამისთვის ისჯება პრეზიდენტი სააკაშვილი. სწორედ ეს არაპატია პუტინმა და მისი მონების, აი მოღალატე კრიმინალების ბანდას, იმიტომ ყავს გამოკეტილი ციხეში და ამის სარჩულ ქვეშ ახლა თქვა კიდევაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ რა უნდათ მორიგი ბოროტება გააკეთონ, რომ საქართველოში რო არის ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტი თავის დროზე მართლა ჩამოქცეული რო იყო განათლების სისტემა და საერთოდ არანაირი თანამედროვე სტანდარტის პრაქტიკულად უნივერსიტეტი მაშინ არ არსებობდა საქართველოში, მაშინ რო შეიქმნა და მათ შორის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქალბატონმა გიული ალასანიამ ის ნიშას გამო არ გამختარა არც დოქტორი და არც მეცნიერი მის მეგობრებთან ერთად და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციის მონაწილეობით შექმნეს საქართველოს უნივერსიტეტი. ეხლა ამ უნივერსიტეტის თქვენც გაქვთ იგივე მოლოდინი, გიორგი, ანუ სააკაშვილმა თქვა დღეს, რომ სავარაუდოდ იმიტომ, რომ ვერ ფარავს მისი ქონება იმ თანხას, რომელიც დღეს ზალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო გადაწყვეტილება, მან თქვა, რომ სავარაუდოდ მიადგებიანო გიული ალასანიას უნივერსიტეტის, რომლის გაუქმებასაც ისახავენ მიზნად. ანუ თქვენც გაქვთ ეს მოლოდინი, რამდენად ელით, რომ შესაძლოა საქართველოს უნივერსიტეტი ამ თანხის სანაცვლოდ ჩამოართვან. კანონით ეს შეუძლებელიაო თავად გიული ალასანიას კომენტარი ქონდა პირველებისთვის მიცემული, ანუ თქვენც გაგიჩნდათ იგივე განცდა. ბუნებრივად იბადება ეს საკითხი, ეს ეჭვი, იმიტომ რომ პარალელურად ხედავთ რომ ყველაფრის ჩამონგრევით არის დაკავებული ეს რეჟიმი პუტინის გეგმის შესაბამისად, პუტინის დავალებით, მათ შორის განათლების სისტემის და მათ შორის იმ საუნივერსიტეტო ქსელის, რომელიც შექმნილია საქართველოში და რომელსაც ეს რეჟიმი ვერ აკონტროლებს. აბა რისთვის მოიგონეს ეს ანტირეფორმა, ეს დეფორმას რო ეძახიან, ხო, და შემოიტანეს ეს რაღაცა ლიმიტები, რომ გააკონტროლონ ის უნივერსიტეტები, რომლებშიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები თანამედროვე სტანდარტების განათლებას იღებენ ჩვენი ახალგაზრდები და ერთ-ერთი სამიზნე ეს უნივერსიტეტიც არის. თავის დროზე ახან უნივერსიტეტებზე ვსაუბრობთ, იმ გავიხსენოთ, რითიც დაიწყო ივანიშვილმა, ხო, რომ აქამდე საქართველოში ბათუმში რომ უნდა ფუნქციონირებდეს ამერიკული ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელზედაც კახა ბენდუგიძეს უკვე ხელმოწერილი ქონდა შესაბამისი ხელშეკრულება და მეორე წელს კიდევ რო დაგცლოდა ეს უნივერსიტეტი გაიხსნებოდა და ახლა უკვე რამოდენიმე კი არა, ბევრი გამოშვება ეყოლებოდა ამ უნივერსიტეტს სწორედ ტექნიკური მიმართულებით, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმის პარალელურად, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრია იქნებოდა, იქ დრონების წარმოება, არა მარტო ჯავშან ტექნიკის, საფრენი აპარატების, ჩვენი ფრთოსანი რაკეტების და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მოშთობილიყო და ამერიკული სტანდარტის, ამერიკული დიპლომის პრაქტიკულად მიმცემი, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა განათლების მიმცემი უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო და ახლა იქ ძალიან სიმბოლურია სამორინი არის, ხო? აი ამით დაიწყო ივანიშვილმა, იმით გააგრძელა, რომ ინგლისურს რომ ასწავლიდნენ უამრავი ადამიანები, რომლებიც მოწვეული ყავდა ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანები, ვისაც ამენის შესწავლა შეეძლო ჩვენი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, არამედ პედაგოგებისთვის, მათ შორის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ინგლისური ენის პედაგოგებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები ყოფილიყვნენ მთელ მსოფლიოში კონკურენტუნარიანები და საქართველოსდან გაუსვლელადაც კი გამომდინარე იმისა, რომ ჩვენთან ასევე ინტერნეტიც
შემოვიდა მაქსიმალურად სკოლებში ნოუთბუქებს ურიგებდით პირველ კლასელებს, ხო, რომ საქართველოსთან გაუსვლელთაც კი შეძლებოდათ მაგალითად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ევაჭრათ, ან საკონსულტაციო რაღაც საქმიანობით დაკავებული იყვნენ, ან იგივე იმ ტექნოლოგიური უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნიკა ცოდნოდათ, ხელოვნური ინტელექტის კურსები ყოფილიყო, ხო და აქედან ანუ მოლოდინი გაქვთ საქართველოში ყოფილიყვნენ და შესაძლოა ჩამოართვან დიახ უნივერსიტეტი იმიტომ რომ სააკაშვილის ვალი ბიუჯეტის მიმართ რამდენი მილიონიც არის ანუ მოხდეს ამ ვალში წაღება საქართველოს უნივერსიტეტის ხო ანუ თქვენც ფიქრობთ რომ ეს არის მოსალოდნელი გასაგებია გიორგი ერთი კითხვა მინდა ასეთი რომ დაგისვა აი პროცესებს უყურებთ ალბათ როგორ ვითარდება რასი ალბათ კი არა და უყურებთ ჩართული ხართ რასი სწრაფით ვითარდება წეგან მე შესავალში მაყურებელს კიდევ ერთხელ მოუხევი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი როგორ ეუბნებოდა ქართველ ჟურნალისტებს რომ მოვითხოვეთ პატიმრების მონახულება მათ შორის განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ეს გამოვხატეთო პრემიერ-მინისტრთან პრეზიდენტთან შინაგან საქმეთა მინისტრთან პარლამენტის სპიკერთან და მათ გვიპასუხეს არა. მე მაინტერესებს თქვენ რითი ახსნით ამ არას, ამ უარს, როგორ ფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, ხო, ფაქტია, ეს უარი ახლა პატიმრებთან შეხვედრას ითხოვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, ასამბლეის პრეზიდენტი და მას ეუბნებიან უარს. რითი ახსენით თქვენ ეს უარი? იმით ახსენით რომ თავზე არიან გასულები რომ ფიქრობს ეს პუტინის მონა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი რომ რაც უფრო მეტად თამასას აწევს და გაამწვავებს ვითარებას მიაღწევს იმ შედეგს რომელიც შედეგის მიღწევასაც ცდილობს პუტინი რომ საქართველოში იყოს მისი მეხუთე კოლონა მის მიერ კონტროლირებადი რეჟიმი რომელსაც ამავდროულად დასავლეთთან ექნება ურთიერთობა ისეთის როგორიც არის და ვერაცნობიერებენ რომ დასავლეთის სახელმწიფოებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროკავშირს ძალიან დიდი მადლობა ღმერთს ინტერესი აქვს საქართველოს მიმართ პოზიტიური ინტერესი, ძალიან დიდი რესურსი, დრო, ფული და დახმარება აქვს ჩადებული, რომ ასე მიაგდონ ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ბედის ანაბარა და გადაულოცონ პუტინს. საქართველოს არ დათმობს პირველ ყოვლისა ქართველი ხალხი და მადლობა ღმერთს არანაირი პირი არ უჩანს ჩვენი კომუნიკაციებით ვიცით ეს და ყველა სხვა ნიშანიც არის ამისი, რომ არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო არ აპირებს საქართველოზე უარის თმას და ხო, მაგრამ კიდევ უფრო მეტად იმძიმებს საკუთარ სიტუაციას, აი ამ სანქციების რეალობაში მყოფი ქართული ოცნება, მათ შორის უვიზოდ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შესვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მაქვს, თუნდაც მხედველობაში ბრიტანული ბოლო სანქციები მაქვს თუნდაც მხედველობაში ანუ დღეს როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ეუბნებიან უარს შეხვდეს ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს ამით ხომ კიდევ უფრო მეტად იმძიმებს საკუთარ მდგომარეობას ქართული ოცნება როგორ ფიქრობთ რატომ ეს ძალიან საინტერესო კითხვა იმიტომ რომ ორ დღეში მაგალითად უნდა დაიდოს დასკვნა მოსკოვის მექანიზმის თემა მინდა ეხლა ჩვენს ინტერვიუში რომ შემოვიტანოთ ადამიანის უფლებების თაობაზე რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. როდესაც ჩვენ გვესმის მაგალითად ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ევროპიდან, რომ გამორიცხულია ყოველგვარი ევროინტეგრაცია პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების პირობებში და რომ აუცილებლად უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ ფონზე, როცა ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ეუბნებიან უარს პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე. ამით ხომ კიდევ უფრო მეტად მძიმდება მათი მდგომარეობა, თანაც ხვალ ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები ელენე ხოშტარიას და სინდისის პატიმრების თაობაზე. აი, რითი შეიძლება აიხსნას, რატომ საგანგებოდ დღეს კიდევ უარი? ეხლა მე ნუ მომთხოვთ ინგა რომ მათ მოგრეხილ ტვინში არა, რითი ხსნით თქო, თქვენ კი არ გთხოვთ. მე გითხარით რომ თამასის აწევას ცდილობს რომ იმის გამო რომ ამის მცდელობა აქვს რომ აი როგორიც ვარ ეგეთი მიმიღე და ეგეც მესაუბრე და ეგეთთან იქონიეთ ურთიერთობა. ეს გითხარით და განგიმარტეთ რატომაც ჩემი აზრით, მაგრამ არსი ძირითადად რატომაც ხდება ეს ყველაფერი არის ის რომ პუტინმა 2012 წელს ჩვენ ყველას ქართველებს ჩაგვიტარა რუსული სპეცოპერაცია, საინფორმაციო ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ძირითადი ასე ვთქვათ ელემენტებით და რაც ვერ შეეძლო 2008 წელს ტანკებითა და артиლერიით გააკეთა ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც უკვე მთელი საქართველო დაიპყრო, მაშინ ტანკით და артиლერიით 1992-93 წლებში რაც ჰქონდა დაპყრობილი, იმას კიდე მიუმატა გარკვეული ტერიტორია, მაგრამ 80% ვერ დაიპყრო და დაინახა რომ ასეთი ადგილი არ იქნებოდა, რადგან დაინახა რომ ვერ გატეხა ვერ საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობა და ვერ გატეხა ვერც ქართული ჯარი პრინციპში და რაც მთავარია ქართული საზოგადოება, ასევე დაინახა რომ ქართული საზოგადოების სოლიდარობის ნიშნად მთელი მსოფლიო დაირაზმა, ისიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა და ჩვენმა მთავრობამ, რომ აქ ჩამოვიდნენ მრავალი წამყვანი სახელმწიფოს პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხედრო ავიამზიდით გამოაგზავნა ვითომ წყლის ასე ვთქვათ მოსაწოდებლად საქართველოსთვის, სამხედრო არა მარტო დიპლომატიური რეაგირება მოახდინა და დაინახა რუსეთმა პუტინმა რომ ამისთვის არ იყო მზად რომ მთელი საქართველოს ხელში ჩაეგდო და ეს გააკეთა. იკითხა კიდევაც მანამდე ესეც გაქვთ თქვენ არაერთხელ გაშვებული თქვენს ეთერში შეგიძლიათ ეხლაც ამოიღოთ და ეს კადრი გაუშვათ, როდის არის საქართველოში არჩევნებიო. აი ეს გააკეთა და შესაბამისად იმის შემდეგ ხორციელდება საქართველოში ეს პუტინის გეგმა რომ ყველაფერი ჩამოიშალოს, რომ საქართველოს საუკეთესო ნაწილი გააქციონ საქართველოდან და ქართველებისგან დაცალონ საქართველო და ამას ახორციელებს 1 მილიონზე მეტი ქართველი არის წასული. საუკეთესო მებრძოლი ნაწილი იყოს ციხეში, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პრეზიდენტი როგორც საჩვენებლად ყავდეთ ციხეში და იყვნენ ეს პოლიტპატიმრები, მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია და სხვაები ეს ჩვენი სინდისის პატიმრები. აი ეს არის მათი ამოცანა რომ ქართველი ხალხი შეაშინონ და რომ ქართველ ხალხს აიძულონ რომ დათვს ბაბაია დაუზახოს. აი ეს არის ამოცანა და მიზანი, რომელსაც ვერ შეასრულებენ, რომელსაც ვერ მიაღწევენ. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ ვერ მიაღწევენ? მოდით სულ რაღაც რამოდენიმე დღის ამბებს გადავხედოთ ეხლა ერთად და მაგალითად ყოველი ახალი დღე ოცნების მხრიდან ახალ სიურპრიზებს უკავშირდება. მაგალითად, სულ ბოლო დღეების დაბარებების სულში სასამართლო პროცესებზე მოითხოვეს ყველა დაბარებულმა გამოკითხვა, მაგრამ მაინც ხო? ანუ ადამიანების დაბარებები უკვე მაგალითად ირანზე გამოთქმული საკუთარი მოსაზრებების შეფასებების გამო. ახალი საქმეები, ახალი მუქარები მოისმენდით ირაკლი კობახიძემ რო თქვა, რომ ალბათ ისია გაფართოვდება მაგალითად რომელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვაც უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სარჩელით, ახალი რეპრესიული გადაწყვეტილებები, კანონები. აი როცა ამბობთ რომ ამას ვერ მიაღწევენ, რას ეფუძნება ეს თქვენი ოპტიმიზმი, გიორგი?
იმას ეფუძნება, რომ 3000 წელზე მეტი სახელმწიფოებრიობა გვაქვს და ჩვენ ცხოვრობდით ყოველთვის ისეთ გარემოში, ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება იყო ჩვენს გარშემო, რომ წესით არ უნდა გადარჩენილიყავით, იმდენი მტერი იყო და ძლევამოსილი მტერი ჩვენს გარშემო და ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ქართველმა ერმა შეძლო და დღევანდელ დღემდე მოაღწია, მაშინ როცა ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, შეიძლება ძველი კულტურის და ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ერები გადაშენდნენ საერთოდ და აღარ არსებობენ, ხო? და ეს გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, რომ ოცნება ვერ მიაღწევს, რაც აქვს ჩაფიქრებული, რომ ქვეყანა მაგალითად ჩამოაშოროს დასავლეთს და ქართულ ხალხს. ეს ამას ეყრდნობა თქო მხოლოდ თქვენი ოპტიმიზმი ამ ისტორიულ გამოცდილებას, თუ რაიმე კონკრეტული ხდება ისეთი დღეს, მათ შორის ოპოზიციურ ველზე, რაზე დაყრდნობითაც თქვენ გიჩნდებათ ეს იმედი, რომ ვერ შეძლებს ოცნება ამ დაგეგმილი გეგმის განხორციელებას საბოლოოდ მოწყვიტოს დასავლურ ორბიტას საქართველოს. ანუ მაინტერესებს, რამეს ეფუძნება დღეს რაც ხდება ისეც თუ უბრალოდ ისტორიულ გამოცდილებას? არა, რა თქმა უნდა, მარტო ისტორიაზე არ ვამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ამით დავიწყე. ეს ქართველი ხალხის გენშია, ბუნებაშია, რომ ბოლომდე იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის, იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის, იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის და ფეხზე დადგომისთვის. ეს ჩვენ გენეტიკაში გვაქვს, ეს არის ჩვენი კოდი გენეტიკური, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ უკვე გამოცდილებას გვაქვს, ამდენი წელია ნახეთ რა არის თავისუფალი სახელმწიფო, ჩვენ გქონდა 18-21 წლის თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოს მაგალითი და მთელი ეს წლებია 92 წლიდან მოყოლებული ქართველი ხალხი იბრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისათვის. მადლობა ღმერთს, დღეს სამყარო ბევრად უფრო გახსნილია და ჩვენ განსხვავებით 21 წლისაგან გვერდში გვიდგას მთელი ცივილიზებული სამყარო და მადლობა ღმერთს, პროცესები ასევე გარდა ქართველი ხალხის შეუპოვარი ბრძოლისა და თავისუფლებისთვის ასე ვთქვათ, ბოლომდე დახარჯვისა და თავგანწირვისა ჩვენ გვაქვს იმის იმედიც, რომ ჩვენი მთავარი მტერი და ოკუპანტი რუსეთი აუცილებლად დამარცხდება იმ დაპირისპირებაში, რა დაპირისპირებას ახლა მიდის ცივილიზებულ სამყაროსა და ბნელეთის წარმომადგენლებს შორის, მათ შორის არის ეს რაშისტული რუსეთი, ეს ლპობადი იმპერია, რომელიც აუცილებლად დაინგრევა, რუსული იმპერიალიზმი აუცილებლად ჩამოიშლება და მისი პარტნიორები, რომელიც არის ასევე ამ რეჟიმის რუსეთის მეხუთე კოლონი საქართველოში, თავარი პარტნიორები აიათოლები, ჰამასები და ასე შემდეგ, აი ესეთი კრიმინალური წარმონაქმნები. შესაბამისად, რუსეთი ყველგან კარგავს პოზიციებს, კარგავს აგერ ჩვენთან სამეზობლოდ სომხეთში, აზერბაიჯანში, დაკარგა მოლდოვაში, ვერ გაემარჯვა რუმინეთში, ვერ გაემარჯვა გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, გამოეცალა სირია, გამოეცალა ვენესუელა, სუმალე გამოეცლება კუბაც და ის მარტო რჩება და რაც მთავარია, ჩვენი ძმები უკრაინელები, სადაც ჩვენი საამაყო თანამემამულეები ქართველებიც იბრძვიან ჩვენი მტრის წინააღმდეგ უკრაინულ ფრონტზე, არ მიცემენ იმის საშუალებას, რომ რუსეთი გამარჯვებული გამოვიდეს ამ ბრძოლიდან და ამისი სულ უფრო და უფრო მეტი დასაბუთება გვაქვს. ხედავთ ჩვენ 4 წლის განმავლობაში როგორი ტრანსფორმაცია განიცადა უკრაინამ, როცა 4 წლის წინ თხოვდა დასავლეთს საჰაერო თავდაცვას, დღეს ამერიკის შეერთებული შტატები მიმართავს უკრაინას თხოვნით და რომ უკრაინა დაეხმაროს ირანული დრონებისგან ამერიკული ბაზებისა და სხვა ობიექტების დაცვაში. აქედან გამომდინარე, უამრავი მიზეზი გვაქვს, გარდა ამისა,
დიახ, ასევე თქვენც ახსენეთ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არის საკმაოდ ძლიერი, მოქალაქეები არიან ძლიერი, რომელიც იბრძვიან დღემდე მაგრამ დღემდე ისევ ოცნება ხელისუფლებაში. ამის გათვალისწინებით ვსვამ მე იმ კითხვას, რასაც გისვამთ გიორგი. ანუ აი გავიგე ეს გარე ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანი და იმარჯვებს ის ინგა ვინც კი იმარჯვებს ის არა ის ვინც არასდროს არ მარცხდება, არამედ იმარჯვებს ის ვინც შეიძლება დამარცხდეს ბრძოლაში, დაეცეს, მაგრამ ყოველ ჯერზე წამოდგება და გააგრძელებს ბრძოლას. ის იმარჯვებს. ასეთი არის ქართველი ერის ბედი, ასეთია ჩვენი ისტორია და სამწუხაროდ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ეს პრინციპში მოკლევადიანი საქართველოს ისტორიას თუ შევადარებთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანისთვის თითოეული დღეც კი გრძელი პერიოდია, უკვე მე-14 წელიწადი არის, მოგინობენ ეს მოღალატეები და კრიმინალები, აუცილებლად ასე ვითარდება, მაგრამ ეს ბრძოლა აუცილებლად ქართული ხალხის დამარცხებით არ დასრულდება, ქართული ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს, დამარცხდება ეს მოღალატეთა ბანდა. დარწმუნებული ვარ ამაში, აი ყველა ფაქტორი, რომელიც კი შეიძლება იყოს, საამისოდ არის. ოღონდ ჩვენ რა თქმა უნდა გვეყოს მოთმინება, უნდა გვეყოს გამძლეობა, უნდა გვეყოს პრინციპულობა, უნდა შევძლოთ კვლავ არ დაუხაროთ თავი, არ ვაღიაროთ ეს რეჟიმი და არ ვაჩვენოთ რომ ჩვენ მისი შეგვეშინდა, იმიტომ რომ სწორედ ამას ელის ქართული საზოგადოებისგან ეს რეჟიმი და თითოეული ჩვენთაგანისაგან ჩვენ განსაკუთრებული ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა გვაქვს უკვე ვინც თავის თავს პოლიტიკოსს უწოდებს, ამიტომ პარტიების ერთობა ახსენებ და პარტიების ალიანსი შეიქმნა და ამ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, ჩვენი როგორც ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ პირველ ყოვლისა ჩვენი სამშობლოს წინაშე, ჩვენი სინდის ნამუსის წინაშე, ამიტომ დარწმუნებული ვარ, კი, ვიღაცები გამოვაკლდნენ, ვიღაცები გაიყიდნენ, ვიღაცებს შეეშინდათ, მომავალშიც იქნებიან და ასეთები გამოჩნდებიან, მაგრამ ბირთვი, მაგრამ ძირითადი ნაწილი ქართული ერისა და ქართული საზოგადოების პატრიოტული ნაწილისა არ გატყდება, არ შეეგუება ამ ყველაფერს და საქართველოს არ დათმობს. ამიტომ საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ბევრად უფრო იმაზე მალე, ბევრჯერ მაქვს ეს თქვენს ეთერშიც ნათქვამი, ვიდრე ეს ამ მოღალატე რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს გონია. ასე რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არის საქართველოსთვის, მათ შორის თქვენ ესეც მინდა ვთქვა, როდესაც ვიღაცა გააკრიტიკებს მათ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იქნება თუ აგერ ხვალ ვიხილავთ როგორი ნიაღვარი წამოვა კიდევ ერთხელ ევროპარლამენტიდან ამ ანტიდასავლური ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ, როცა ისინი ცდილობენ რომ საკუთარი რეზოლუციებს, დოკუმენტებს, როცა ისინი ცდილობენ რომ რისი თქმა მინდა, როცა ისინი ცდილობენ რომ საკუთარი თავი გააიგივონ ქართულ ხალხთან და როცა მათ აკრიტიკებენ, თქვან რომ აი ქართულ ხალხს ესხმიან თავს, როცა მათ ასე ვთქვათ, უწესებენ სანქციებს, აი ქართულ ხალხს და საქართველოს დაუწესეს სანქციები, ამას ბედავენ ეს ნაძირლები, ეს მოღალატეები, ეს ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები ბედავენ რომ ტოლობის ნიშანი დასვან აი ამ საკუთარ ივანიშვილის ბანდასა და ქართულ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს შორის, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ. ამას არავინ არ ჭამს. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რას აკეთებს ეს რეჟიმი და იმასაც კარგად ხედავს, რომ ქართული ხალხისადმი ჩვენი მეგობრების, ევროპელი მეგობრების, ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერა და სოლიდარობა ურყევია, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგად ხედავენ, ვინ უშლის ქართულ ხალხს ხელს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, რომ ამ გზით ჩვენ მშვიდობიანად
მოვახერხოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ჩვენი დევნილებისა და ტოლულების იძულებით გადაადგილებული პირი ჩვენი მოქალაქეების ეთნიკური წმენდის, რუსეთის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის სხვერპლთა თავიანთ სახკარში დაბრუნება. ამას აუცილებლად შევძლებთ, როდესაც ამ მოღალატეთა ბანდას გავწევთ ხელისუფლების სადავებიდან და თითოეულ მათგანს სამართლიანი სასამართლოს მიერ მოეთხოვება პასუხი, რაც გაძარცვეს ქვეყანა. აი იმათ ნამდვილად მოატანიებს სამართლიანი სასამართლო მილიარდებს. ის კი არა რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ვერაფერი ვერ უპოვეს და მიაგნეს იმ 75 თუ რამდენიც არის კვადრატულ მეტრიან სახლს და ჰექტარ ნახევარ მიწას. არამედ აი გაძარცული საქართველოს ძარცვით გასქელებული რო აქვთ ჯიბეები და ეხლა რო ცდილობენ ვიღაცეებს ხელი შეახოცონ თავიანთ ყოფილ პრემიერებს და თავდაცვის მინისტრებს და ასე შემდეგ. ეს არ გამოუვათ. ყველა მოიტანს მოპარულ ფულს, ყველა დაუბრუნებს საქართველოს იმ ვალს, რაც აქვს მათ ჩვენი ქვეყნის წინაშე ძარცვის შედეგად და ჩვენი ქვეყნის აი ამ მიმართ ამდენი დანაშაულის ჩადენის შედეგად და საქართველოს კვლავ დარწმუნებული ვარ საერთო ძალისხმევით, ყველა პატრიოტის ძალისხმევით, შესაბამისად მათი წარმომადგენელი, ყველა პატრიოტული და პროდასავლური ქართული პირველ ყოვლისა პოლიტიკური ძალების ერთობლივი კოალიციური მთავრობის მეცადინეობით კვლავ დაუბრუნდება საქართველოს იმ განვითარების გზას, რა გზაზეც იდგა ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც საქართველოში ჩამოდიოდა თავზე კი არ გადაგვიფრენდა ვიცე-პრეზიდენტი და სომხეთში და აზერბაიჯანში კი არ გაფრინდებოდა, არამედ აქ ჩამოდიოდა ვიცე-პრეზიდენტიც, პრეზიდენტიც და ამბობდა, რომ საქართველოს არის დემოკრატიის შუქურა და მომავალი პრეზიდენტი ტრამპი ლაპარაკობდა, რომ ასეთი რეფორმატორი და ასეთი ადამიანი, რომელიც ახერხებს ამ რეგიონში ყველასაგან დავიწყებულ და არ შემდგარ სახელმწიფოს წინაპლანზე წამოწევას და საჩვენებლად მისი რეფორმების წარმოჩინებას თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ამაზე ლაპარაკობდნენ. ამ გზას აუცილებლად საქართველოს შეიძლება ისეთი ტემპით ვეღარა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ის კონკრეტული მომენტი იყო და შესაძლებლობები რაც ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენს გუნდს, მის გუნდს მაშინ, მაგრამ ძირითადად ძალიან სწრაფი განვითარების ხო, მაგრამ ვიდრე ამას მოახერხებთ, ქართული საზოგადოება მანამდე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, ხო, რაც უნდა მოხდეს, რომ ამ ხალხმა დაკარგოს ხელისუფლება, რომ ეს ხალხი წავიდეს ხელისუფლებიდან, რისი წინაპირობაც არაფერი ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ ჩანს. სანქციების მიუხედავად, უმწვავესი კრიტიკის მიუხედავად, რაც თითქმის უკვე ყოველდღე გვესმის, ჩვენ ხვალაც გავიგებთ კიდევ ერთხელ ამ დებატებისას, რაც არის დაგეგმილი, ამის მიუხედავად ისინი მიდიან ასე საკუთარი გეზით. აი ხა თქვენ გარე ფაქტორების თაობაზე საუბრობდით, რაზე არის დამოკიდებული, ვთქვათ, ოცნების დამარცხება საქართველოში, მაგრამ მათ ეს არაწუხებთ, არც ეს გარე ფაქტორები, აი სულ ბოლო ამბავი, რაც დღევანდელი ამბავი არის, მაშინ, როდესაც ირანის რეჟიმის წარმომადგენლები ამ შემთხვევაში უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივანზე მაქვს საუბარი, მაგალითად ალი ლარიჯანზე სიკვდილით ემუქრება მაგალითად დონალდ ტრამპს. აი ამ დროს ჩვენ ერთ-ერთი ახალი ამბავი, რაც დღევანდელმა დღემ მოიტანა, იყო ირაკლი კობახიძის მილოცვა მოჯთაფა ხამენეის მიმართ. ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით. მე ვსაუბრობ ოფიციალურ მილოცვაზე. ამ ხალხმა ოცნებაზე მაქვს საუბარი, გიორგი, გადასარევად იცის, რა რეაქცია მოყვება ნებისმიერ მათ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას
გადაწყვეტილებას და პოზიციას, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მაგალითად ხედავთ ირანისთვის გაგზავნილ ოფიციალურ მილოცვას, როდესაც ხედავთ მისამძიმრებას სამძიმრის წიგნში ოფიციალური სტრუქტურის მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რისი თქმა მსურს, მათ იციან გადასარევად რა ასახვა ექნება გარე ფაქტორებს ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, მაგრამ მათ ეს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რასაც ასხივებენ, ეს ჩანს რომ დიდად არ ადარდებთ. არ გაქვთ ასეთი განცდა? არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ? არა, რა თქმა უნდა. არა? არჩევანი გაკეთებული აქვს, რა თქმა უნდა. არა, ორი სხვადასხვა კითხვა იყო, არ ადარდებთ თუ არჩევანი გაკეთებული აქვს. არ ადარდებთ. ერთი არ ადარდებს, ესე არ არის. ძალიანაც ადარდებთ და ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ მათი გამწარება იმ სანქციებთან დაკავშირებით, რაც დაწესებულია და რაც იმისი ძალიან მცირე პროცენტია, რაც მომავალში კიდევ მეტად იქნება პირადად ამ მოღალატე ივანიშვილზე და მის ბანდაზე. არა ქართველ ხალხზე, არა ქართულ სახელმწიფოზე, არამედ მათზე, რასაც ქვია რუს ქოცობაზე, მათზე და ეს ზეწოლა გაგრძელდება და ჩვენ დავინახეთ როგორ არის გამწარებული მთელ რიგ შემთხვევებში, როდესაც ამას ავლენენ და ასე არ არის. ძალიანაც ტკივათ ეს და ძალიანაც აწუხებთ, მათ შორის მათი ფინანსები, მათი ფულის ბედი და ასე შემდეგ, მაგრამ რაც შეეხება მეორე ამბავს არჩევანთან დაკავშირებით. ეს არჩევანი მათ დიდი ხანია დაკარგული აქვს, აბა ტყუილა ხო არ ვლაპარაკობთ, ამდენი ხანია ინგა თქვენს ეთერშიც თქვით. ესენი არიან რუსეთის მეხუთე კოლონა. ესენი არ არიან თავისი ნების გამომხატველი ადამიანები. ესენი ასრულებენ პუტინის გეგმას. ხო, როცა ვლაპარაკობთ ხოლმე, ხო რაღაცა ტყუილუბრალოდ ხო არ ვლაპარაკობ, რაღაცა სიტყვის მასალად კი არ ვლაპარაკობ. პუტინის მითითებებს და ბრძანებებს ასრულებენ. შესაბამისად, პუტინი ვის მხარესაც არის, იმ მხარეს არიან ესენიც და არც მალავენ და ვერც მალავენ. იმიტომ რომ ნაბიჯ როგორც იყო დაგეგმილი პუტინის გეგმის მიხედვით, როგორც უნდა მოეხდინათ ქართული სახელმწიფოს შემოტრიალება პირის სახით აიათოლებისკენ და ჰამასისკენ და ზურგით დასავლეთისკენ, აი ეს გააკეთეს აი ამ 13 წლის განმავლობაში, რასაც ჩვენ ვამბობდით 13 წლის წინ ვამბობდით, რომ ეს ასე ამას აკეთებენ და ეს არის მათი ამოცანა და მიზანი და პირველი ნაბიჯები რაც გააკეთეს, აი თქვით, ხო? ჩავიდა მაგალითად ივანიშვილი სომხეთში და მაშინდელ სომხეთზე თქვა, რომ აი ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების პოლიტიკის ნიმუშიო. მაშინ გამოუშვეს რუსეთის ჯაშუშები, ჩვეულებრივად ხელში ფაქტებით დაჭერილი ჯაშუშები, რუსეთის მოქალაქეები, ისე რომ ვინც რუსეთს ყავდა დაჭერილი საქართველოს თვის გარკვეული საქმეების კეთებისთვის, რასაც ისინი აბრალებდნენ ბევრს, მაგრამ ის ადამიანები ხო საქართველოს გამოიყვნენ დაჭერილები, იმათში გაცვლაზეც კი არ არისო ლაპარაკი და ამ ადამიანებს, რუსეთის აგენტებს ესეთი ცინიზმი წარმოიდგინეთ, საქართველოში პოლიტპატიმრების სტატუსი მიცეს, რაშვაში იყო რუსეთის მოქალაქე და პოლიტპატიმრობა, რუსეთის ჯაშუში. წარმოიდგინეთ. იმ თავითვე ცხადი იყო, იმ თავითვე ნათელი იყო. ყველაფერი რაც კი საქართველოს სიძლიერესთან იყო დაკავშირებული, დაიწყეს იმის მოშთობა, ქართული ჯარის, ქართული სამხედრო წარმოების, აი ელემენტარულად ინგლისური ენის შესწავლისას ხო გითხარით უკვე, ქართული განათლების, ხო, ქართული პოლიციის გაუკუღმართების და ასე შემდეგ. ამიტომ უამრავი ნელ-ნელა და აი მოვედით დღევანდელ დღემდე. ამიტომ მათი ადგილი არის ჰამასის სამძიმარში, აიათოლების სამძიმარში. ეს არის მათი არჩევანი. ამიტომ ეუნება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მათ უარს. იმიტომ კი არა რომ რომელიმე პარტიაზე ამოსდის მზედამთვარე. არა. მადლობა. ჭრელია ეს საზოგადოება, მაგრამ ქართველ ხალხს უნდა საქართველოს თავისუფლება, საქართველოს გამთლიანება
და საქართველოში იყოს ნორმალური, ცივილიზებული, დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც იქნება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, რაც პუტინს არ უნდა არავითარ შემთხვევაში, ეს მისთვის არის მომაკვდინებელი. ყველა დაკარგა, ეხლა უკრაინას ამისთვის ეომება, ჩვენ გვეომა თავის დროზე. და ახლა აი ამ მეთოდით ცდილობს რომ დაიჭიროს საქართველოს მისი მეხუთე კოლონის მეშვეობით და ეს უკვე ჩვენზეა რომ ჩვენ რამდენად ვიქნებით პრინციპულები და ბოლომდე ვიბრძოლებთ რომ საქართველოს არ ჩავატანთ ქვესკნელში სადაც მიდის პუტინი და პუტინის იმპერიული რუსეთი დიდი მადლობა და აიათოლები და სხვები ამიტომ არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს არის ძალიან მწარე დიაგნოზი, მაგრამ ეს არის სიმართლე, ამ სიმართლეს უნდა გაუსწოროთ თვალი და ვიბრძოლოთ საქართველოს გადარჩენისთვის ყველამ ერთად.